გავაგრძელოთ ჩვენი კონკურსი მისამება და თქვენ წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდი მაღაროელი. ძველ სპარტაში სუსტებს და შეუხედავებს კლდიდან ყრიდნენ. სწორედ ამ კლდის ქვეშ გაშენდა ქალაქი ჭიათურა. მოგესალმებათ პოტენციური სპარტელებისგან შემდგარი გუნდი მაღაროელი. მაღაროელი უკვე რამდენიმე წელია ჭიათურის გამგებელზე ხუმრობს, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდით, რომ ჭიათურას მეგობრებო გამგებელი არ ჰყავს. ამიტომ დღეიდან ჩვენ ვიხმურებთ ადამიანზე, რომელსაც ჭიათურის გამგებელს უბრალოდ ეძახიან. აი ჟორიკა იმ ადამიანის შვილია, რომელსაც ჭიათურის გამგებელს უბრალოდ ეძახიან. ჟორიკ, მამაშენმა თუ იცის, რომ ყველა თანამდებობა დროებითია და მარადიული მხოლოდ სამშობლო და უფალია? ეგ ვინც თქვა იმანაც არ იცოდა, მაგრამ ათქმევინეს. როგორც ჩვენი წინა თამაშებიდან იცით, გუნდში ყავს ადამიანი, რომელიც სპეციალურად გამოცხადებებს წერს. შოთა. შოთა არც დღეს გაწირა მაღალმა ღმერთმა და აქვს ახალი გამოცხადება. შოთიკო? ალბათ ყველანი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი ქალკედონის საეკლესიო კრებაზე. რომელიც საბერძნეთის ქალაქ ქალკედონში 451 წელს ჩატარდა. ქრისტეს შობამდე. მოდით ვნახოთ თუ რა მოხდა ამ კრებაზე დიოფიზიტებს და მონოფიზიტებს შორის. მადლობა. მაშასე მაღაროელის საჩემპიონო განწყობით სპარტანელებო. ალბათ იცით რომ მანსაკანის თამაშით პურს ვერ შეჭამთ. ეს მშობლებმაც კარგად იციან. ახლა კი მოდი ვნახოთ ფედერაციის პრეზიდენტის და ამ თამაშის წამყვანის ნიკოლოზ მახვილაძის, იგივე ასტამას შვილი, რომელმაც ახლა ხანს განუცხადა მამამისს, რომ მანსაკანის თამაშს იწყებს. გპ-ის გუნდში მინდა თამაში. შვილო, რა სადროდის ხوارგერება? არა, მანსაკანი. მაშინ ადრენალინში რო ვითამაშო. ღმერთო შენიშველე! აიმე, რა ადრენალინი შვილო, რა ადრენალინი, ადრენალინი ქუთაისური გუნდი, მამა. ქუთაისური სტილი აქვს, იქ გუნდში ვერ ითამაშებ შენ, მამა. მაშინ გორის გუნდში რო ვითამაშო. ებე! რა გორის გუნდი, შვილო? რა გორის გუნდი ხურავს აქცენტით, მამა და ორი გამოკვეთილი ფიგურა ყავს. იქ ვერ ითამაშებ, მამა. მაშინ იშვიათ იმელებში ვითამაშებ. არა. გაიგონე? მაშინ მაღაროელში რო ვითამაშო. მაღაროელში გაგჭყლიდავს ის სუქანიშვილი. თან ყველაფერს ეგ თამაშობს. კაცი არის ახლა ეგ მამა. არა მამა, შვილო, რიგი, მომისმინე მამა ეს. დედა შენმა იცის მამა ეგ ამბავი? კი იცის. მერე რას ამბობს მამა? შვილის დავკარგე, შვილის დავკარგეო. შვილიცო? კაცი ვარ ახლა მე? არა მამა, არა, გადაწყვეტილია. всё, შენ არ ითამაშებ მანსაკანს, მორჩა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი გავხდები. კაი მამა, ითამაშე მანსაკანი.
რა პრობლემაა, მა? ხო არ გახტები საქართველოს პრეზიდენტი? მადლობა, მა. ოღონდ იცოდე, მამა, მაღაროელში თუ ითამაშებ, შარშანეგენი გახდნენ ჩემპიონები და წელს ეგრე ადვილად ვერ მოიგებენ. მაგასაც უნახავთ. გაზაფხულზე ალბათ ყველა ქალაქში ბრუნდებიან ჩიტები. მიხვდით ხომ რისი თქმაც გვინდა. გაზაფხულზე ჭიათურაში ჩიტები არ ბრუნდებიან და ვერც გავამტყუნებთ. ჩიტებს აწყავთ ოჯახები და მათაც უნდათ ნორმალურად ცხოვრება. ახლა კი მოდით ვნახოთ ორი ზედმეტად პატრიოტი ჩიტი, რომელსაც მაინც გადაწყვიტეს ჭიათურაში დაბრუნება. მას ასე, ჭიათურელი ცოლქმარი ჩიტები მიუახლოვდნენ მშობლიურ ქალაქს. ძვირფასო მეგობრებო, გვიახლოვდება ახალი 2016 წელი და კიდევ ერთხელ მოგვიწევს ახალი იუმორინის გადაგორება. მოდით ვნახოთ იუმორინელების ჰაკა. აბა იუმორინელებო. ახალი იუმორინას გახსნილად ვაცხადებ. გიტარა. თვები ქონდა გაბზეკილი. ცოლი გამშორდა. არაო. წილი და ჭიანჭველა კაია, კიდე გევიმეოროთ. აბა ხალხო, ჩემთვის გვია სირგო ეგრეც მიდის მაგას თავის ცხოვრება. აბა ხალხო, ყველანი იუმორინაზე. ახალი პროგრამა. Tish. Peso Berulaშვილი, Nina Kagelaშვილი, Guram Jashi, Lomistan არსებული პაროდიის თეატრი, ქუჩის მუსიკოსები და ჩვენი კონცერტების უსულელი რეჟისორი ჟემალ ბაღაშვილი. და ბოლოს რა გვინდა და გვეთქვა. ჩვენი გუნდი მაღაროელი შარშან ზუსტად ამ დროს გახდა საქართველოს ჩემპიონი. ჩვენ ვიცით რომ ესე მალე ასე ვთქვათ არ გვიწევს ჩემპიონობა. მაგრამ ამ თამაშს რას გაუგებ ასტამამ რგვალია. თქვენს წინაშე იყო თვითაღიარებული ქალაქის გუნდი მაღაროელი.